მივიწყაროთ ეს პროცესი აჩვენებს რა მძიმე დღეში არიან პოლიციელები და რა რეების საუბარი უწევთ ამ სასამართლო პროცესზე და ნუ გადააბიჯეს ყველა მზღვარს რომ ზოგჯერ უხერხულიც კია ისეთი ერთი რომ სამართლებრივად აბსურდები და მეორე ფაქტობრივი ტყუილები ისაუბრო რაღაცა პოზიციების მქონე ადამიანებმა ანუ არაფერი ეს ვიხილეთ დღევანდელ პროცესზე გასაკვირველია ბატონმა ბერდია-ფერაძემ ისაუბრა იგივე ტყუილები რასაც ველოდებოდით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რამოდენიმე გარემოებაზე დაგვიფიქსირებინა სადაც ჩვენ ვიცით რომ დარღვევა იყო განსაკუთრებით მზია ამაღლობელის დაკავების ნაწილში, ჩხრეთის ნაწილში, ოქმის შეძენის ნაწილში ეს ანუ ეს გარემოებები ჩვენ გამოვკვეთეთ ჩვენთვის რაც დაცვას აინტერესებდა შემდეგ მას მოუწია რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ანუ ისინი დაკითხვებში მათ აქვთ ზოგადი ფრაზები რომ გამოირჩეოდა აგრესიულობით თუმცა ვიღაცები გამოირჩეოდნენ მე აღმოჩნდა რომ ეს ანუ კითხვებით მივედით იქამდე რომ გამოირჩეოდა აგრესიულობით კონკრეტულად ზია ამაღლობელმა რა თქვა და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ მთელი აგრესია რაც თურმე ჩაუდენია მზიას იმ დღეს იყო ის რომ ხმამაღალი ტონით ხრა მიტინგზე ბატონ დებუაძეს რომ რატომ დააკავეთ აი ეს არის თურმე მთელი აგრესია ჩვენი საპოლიციო ასე ვთქვათ ჩინოვნიკების შეფასებით ადამიანი რომ იკითხავს რატომ დააკავეთ ისმის ხო რატომ დააკავეთ ეს უკვე იძულებული იყო როდესაც კადრი ვაჩვენეთ თორე მანამდე რა მოუყვეთეთ რაში რა მოიხატება ეს აგრესია შეაგინა არ ვიცი დაემუქრა რაღაცა ფიზიკურად აჩვენა აკავებდნენ იქაჩებოდა ცემას უპირებდა ბოლოს მივედით იქამდე რომ მიზრანი იმდენად არ იგრძნობოდა არანაირი საფრთხე და არანაირი აგრესია რომ ბატონი ბერდია თვითონ გვერდი დგას და ასე ვთქვათ ჩიტებს ათვალიერებს იმ კადრში იმდენად იქ არაფერი მზიასგან ანუ თავდასხმა ეს რატომ იყო ჩვენთვის საინტერესო იცი რომ არ არის თავდასხმა თავისთავად ცხადია და არც არანაირი ობიექტური ნიშანი თავდასხმის არ არის და არც აგრესიის მათ შორის როდესაც საუბრობდნენ აი ამ რაღაც ზოგადად და განსაკუთრებულ აგრესიაზე პოლიციის მიმართ თურმე რომ გამოხატავდა საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს იყო ეს ერთი წინადადება ერთი შეკითხვა რატომ დააკავეთ რაც ეხება ლოკის სიცოცხლეს ხო თქვენ მას აჩვენებთ ვიდეო კადრები მათ შორის ფაქტობრივების ვიდეო ასე ვაჭრეს ტელევიზიის ვიდეოს და ჩანს ძალიან ნათლად რომ სიცოცხლე არ ქონდა ირაკით გებუაძის თუმცა იგივე მოწვია ამბობს რომ სიცოცხლე ქონდა ხო როგორ ახსნა მან ეს რომ კავშირი ჩანს რომ არ აქვს სიცოცხლე და ეს მანაც ვერ უარყო ხო ამ ძალიან უხერხული ტყუილი იყო ასევე იმიტომ რომ მან თავდაპირველად ჩვენებაში თქვა ჩვენ მკითხეთ ამ ინციდენტის მერე როდის ნახა ბატონი დებუაძე მან თქვა რომ ბატონი დებუაძე ნახა 15-20 წუთის მერე ესე იგი სიცოცხლე წარმოგიდგენიათ როგორი უნდა ყოფილიყო რომ 20 წუთის მერე ქონოდა ჩვენ მას ვაჩვენეთ თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო კადრები და აჭარის ტელევიზიის მიერ ლაივ ეთერში გასული ვიდეო კადრები ინციდენტიდან ძალიან მოკლე მონაკვეთში ძალიან ახლო კადრით სადღაც 1 წუთის ინტერვალში სილის შემოვაწონები და სადაც ბატონი დებუაძე ჩანს გადასარევად ძალიან ახლო კადრით და არც ერთ მხარეს ასე ვთქვათ არაფერი არ აღენიშნება. შემდეგ მან თქვა რომ აი ყურიო მე მივანიშნე განგებრო ყური ადამიანს სხვადასხვა მიზეზით უწითლდება ემოციის და ასე შემდეგ ყური ხო აქო წითელიო მე ახალ ლოყაზე ვერ დაინახა და შემდეგ ჩვენი შეკითხვა იყო რომ ყური და აქეთ მხარეს უდგას ბატონი დებუაძე სილის გარტყმის დროს ის ყვება რომ რა არტყა ლოყის და ყურის არეში. ამიტომ ჩვენ ვკითხეთ რომ როგორ დაინახე მარცხენა მხარეს ცოტა უკან დგახარ, სად გაარტყა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში დაინახავდა რომ იმ მიმართულებით გაარტყა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაინახავდა ლოყაზე გაჩერდა ხელი, თუ ყურსაც მოხდა ეს ხელი. მოკლედ ეს ხოლმე ამ მხარეს ვერ ხედავდა, იყო მეორე მხარეს. ესეთი ადამიანი ეს აქ რომ არ იყოს ამ საქმეში ესე ვთქვათ პირადი და პერსონალური ტყვე, მზია ამაღლობელი ეს საქმე მოსაყოლათაც კი სასაცილო იქნებოდა, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ აი ამ საქმის უკან არის პირადი ტყვე, პერსონალური ტყვე მზია ამაღლობელი, რომელსაც დაუპირისპირდა და ებრძვის მთელი სისტემა. ეს ბრძოლა არის ორკესტრირებული, შეთანხმებული სხვადასხვა უწყებების სტრუქტურების მონაწილეობით და ეს ამ საქმის მაგალითზე თვალნათლივ ჩანს. ამიტომ ვისმენთ აი ასეთი ტიპის უხერხულ კომენტარებს, მათ შორის საპოლიციო ჩინოვნიკები. უხერხულიც გარდა გამოჩნდა რომ უკანონოდ მოიქცა კიდევ ერთხელ და არა ადამიანმა პრობას ჰქონდა ასევე ადგილი იმ ნაწილში რომ ხელები ჰქონდა შეკრული მზია ამაღლობას როგორც გავიგეთ ჩვენ თამარ კერესელიძის ჩვენებიდან ხო რა დროის განმავლობაში ჰქონდა მას ხელები შეკრული დაკავების შემდეგ რაც არ უნდა უცნაური იყოს ამ პროცესზე მივიღეთ ასე ვთქვათ აღიარებითი ჩვენება რომ მას ბორკილი ედო
ხელბორტილი უკან ხელების შეკვრით ედო, მას სადღაც 2 საათის განმავლობაში თურმე ესე ტყუილად ხელბორტილი დადებული ეჯდათ იმავე საპოლიციო შენობაში, რომელიც აქ არის მხარე და რომლის мотиваცია და ანგარიშწორება ზედაპირზე დევს მზიას მიმართ ამ საქმეში, მათ ამიტომ აი ეს მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების მომენტსაც კი არ აპროტესტებს თავისას და რომლის ყველაზე დიდი აგრესია თურმე ის იყო მანამდე რომ შეკითხვა დასვა. რატომ დააკავეთ? დიახ, მივა დაუმატოთ ამას სახეში გაწნული სილა, მაგრამ ეს ადამიანი მინიმუმ 2 საათი ხელბორტლით დადებული ეჯდათ. მე პოლიციელმა თქვა რომ წყალსაც სვავდაო, ხა ჩვენ კი ვერ მივხვდით ბორტლით დადებული წყალს როგორ სვავდა, მაგრამ აი ასეთი ჩვენება ანუ ეს არის ადამიანური მოპყრობის მაგალითი ასევე. გასაკვირველია ჩვენმა საპოლიციო ჩინოვნიკებმა არც კანონი იციან, უამრავ ჩვენ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ ასეთი პრაქტიკა გვაქვს ჩვენ არ გვაინტერესებს როგორი პრაქტიკა აქვს აჭარის პოლიციას და სხვა sapolicio დანაყოფებს. ჩვენ გვაინტერესებს კანონში რა წერია და როგორ სრულდება კანონი. ვერც ერთ ამ კითხვაზე, როდესაც ჩვენ ვსვავდით აი კანონის ნორმა მიმითითე, ეს რატო ქენი და როგორ ქენი, პოლიციას პასუხი არ ქონდა სამწუხაროდ, მათ შორის ეს ბორკილის ზოგად რაღაცა საპოლიციო. რომის სამართლებრივი საფუძველი დაასახელა, რატომ ჩათვალეს საჭიროა რომ უნდა ქონოდა ზოგადად პოლიციის შესახებ კანონით მოქმედებს თურმე ჩვენი პოლიცია, მაგრამ კონკრეტულად რომელი ნორმით მოქმედებს, მათ შორის აი როდესაც იყენებს ასეთ ღონისძიებებს, რასაკვირველია ვერ გვითხრა, იმიტომ რომ არ არსებობს ეს უკანონოა, ბორკილი არ არის იმისთვის რომ დაადო თუ როცა გაგიხარდება და როგორც გაგიხარდება დაკავებულს და რა გარემოებაშიც გაგიხარდება და რამდენი ხანიც გაგიხარდება. ხო, აი ჯერ არის 2 მოწმე დაკითხული ამ საქმეში, წინ არის კიდე 5 მოწმეს დაკითხული, ხო, პროკურატურის მოწმეებიდან. ჯამში 20 მოწმეა თავის გამომძიებლებიან ექსპერტებიანად, მაგრამ ძირითადი ამბის მოწმეები გახლავთ, ხო. რა იკვეთება რომ უჭირს რეალურად პროკურატურას ამის ფიქსება თავის პოზიციის პროცესზე, რა იყო ასე რა არის და რომელსაც შემდეგ გამოვიკლოთ ყველა პროცესზე, მთელი უბედურებაც ის არის, რომ ეს ამბავი, რომელიც მოხდა ამდენი სატელევიზიო კამერის წინ, ამდენი მოწმე არსებობს, ამდენი ეთერი გადასცემდა და ამდენი რეჟიმში ლაივები. ლაივ რეჟიმები. ბრალდებას ერთი კადრის ნაგლეჯიც არ არის წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ ან მზია ოდესმე უყვიროდა ვინმეს ძაღლებო ღორებო, ან რომელიმე სამართალდამრღვევი მათი ასე ვთქვათ შეფასებით, რომელიმე გამოიყენებდა ამ სიტყვას, რომელიმე მიმართა, რომ ეს მანიფესტაცია საერთოდ გავიდა კანონის ფარგლებიდან. არანაირი ამგვარი მტკიცებულება, უფრო მეტიც მეტნაკლებად ობიექტური მოწმეც კი ამდენი ადამიანი ესწრებოდა, ხო? არც ერთი ასეთი მოწმე ბრალდებას არ ყავს, მას ყავს მხოლოდ პოლიციელები და კიდე უარესი, ამ 6 პოლიციელი და 5 ნიღბიანია. აი ჩვენ პროცესებზე ვნახავთ, გამოვიკვლევთ, ვერავინ ვერ შეძლებს მათ ამოცნობას, ალბათ საკუთარი დედებიც კი. იმიტომ რომ კადრებში სადაც ამბობენ, რომ ეს მე ვარ, თვალის ჭრილი ძლივს ჩანს, შეუძლებელია ვინმე დარწმუნდეს, მით უმეტეს სასამართლო უტყუარა დარწმუნდეს, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ისია შეფუთული, რომ არაფერი არ უჩანს და უფრო მეტი ზოგიერთი ნიღბიანი საერთოდ ამბობს, რომ კადრშიც არა ვარო, კადრს უკან ვარო და თან ნიღაბი მიგეთიაო. აი ასეთ ამბებს მოვისმენთ ჩვენ ამ ეს პოლიციელები მისცემენ ასევე ჩვენებას სასამართლოს შემდეგ სხდომას. რასაკვირველია. ეს არის ის რაც დევს საქმეში და მათი დაკითხვები შემდგომ იქნება. მათ შორის ირაკლი დგებუაძე, რომელიც ბათუმის ნახავ და მე მინდა ვკითხო ყველა ჯერზე პროკურორს, აბა ერთი რითი გრძნობა, რომ ეს მოწმე არის ეს, რომელიც ჩანს კადრში შენიღბული. რა არ წმუნებს მას, რომ ნამდვილად ეს არის. მათ შორის დგებუაძეც რასაკვირველია, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული დაზარალებულია ამ საქმეში.